მოკლედ ისევ დღეს ვაგრძელებ ამ ვიდეოს გადაღებას რა ეს ხო უნდა წავიკითხო რა კიდე და ღვინო სიმართლე რო გითხრათ აი ნახდათ არ მინდა და ეხლა ძალით ხო არ დავლევ რა და მოდი ეგრევე გავაგრძელებ რა თავარია კარგად იყო როგორც ყოველთვის მას ფული უთავდება ფიქრდება ამ ბოლო დროს როგორ არ უმართლებს და როგორ ვერ უარყოფს ამ სისტემას როგორ ვერაა წუთებით მაინც ამ სამყაროზე გამარჯვებული არა, რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც დარჩება ღარიბ, მაგრამ ძლიერ ადამიანად. იმედი იღვიძებს მის სულში. 200 ლარი, კიდე 200 და ტელეფონზე რეკავს. როგორ ხარ? კარგად, ბიჭო, აი ეხლა შევღებე ყვითლად ის სახლი და მიწას ვთხრი. კაროჩე უყურე ახლა ლეპტოპი მიდევს ჩანთაში. და ხვალ მოდიხარ, ხო? ჰა. ხო, ზუსტად, ხვალ შევხვდებით. მას იმედი უძლიერდება, ხალისი შემოდის სულში. ერთ ადგილას არ რჩება და სხვა თავგადასავალში გადადის. რად უნდა ლამაზი და მომხიბლავი ნივთი თუნდაც საქმეში ჭირდებოდეს. მის გარეშე ხომ უფრო ძლიერად იქნება. გონებაში სიტყვები ახსენდება. ცარიელი კაცი ქვაზე მაგარია და ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როცა მის სახეზე ღიმილი იკითხება. დილას თამბაქოს წლების მოხმარება საერთოდ არ იმჩნევს და თვალს ახელს თუ არა ეგრევე დგება. შავი ყელიანი მაისური, გაცვეთილი კაპიშონიანი ზედა ტანისამოსი, ლურჯი ჯინსი და რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ამას წინათ ნაყიდი ძლიერი თუთუნი, ჩიბუხი და მისთვის უკვე არაფრის მომცემი სხვისი ნივთი. გზას მიუყვება, ფიქრებში ისეა შესული, რომ ქუჩაში მოსიარული ადამიანების განწყობები და მზერები მასზე არ მოქმედებს. ღერებზე ნაყიდი სიგარეტი. ერთი ბილეთი მინდა კმ-დე. გაიხარე. დილა სიცივია და მანქანაში ყოფნა სამჯობინებს მოწეული სიგარეტის შემდეგ. ტელეფონს იღებს, სხვადასხვა წიგნებს ათვალიერებს, თუმცა ფიქრებში ჩაძირვა სამჯობინებს, რა დონეზეც შემთხვევა მისცემს მას ამის საშუალებას, მაგრამ ფიქრები იმდენად არ მოდის. სხეულის შთაბეჭდილება მანქანაში არსებულ სითბოზე, რბილი სკამი, გადაჯვარედინებული ფეხები და ხელები, ეს ყველა მოქმედებს და იმდენად ვეღარ ფიქრობს. ყველაფერი იცვლება, როცა მანქანა ადგილიდან იძვრება. მანქანიდან დანახულ მდინარეს მოსიარულე ხალხს ფართო გზას სენსაციაში მოყავს ის და გონებაში კითხვა სვამს. რო ამოდიხარ, როგორ არ უნდა გინდოდეს, რო წინ იჯდე და ფანჯარაში იყურებოდე. 40-50 წუთის შემდეგ მანქანიდან ჩამოდის და სოფელში მხოლოდ და მხოლოდ გზ ხელით აშენებულ სახლამდე მიდის. ჭიშკრის გაღებისას ძაღლი უკვე შეუჩერებლად ყეფას იწყებს. წარსულში ახლო მეგობრები სტუმარი და მასპინძელი ერთმანეთს ნახულობენ და ცოტა ხანში სახლში შედიან. ის ჩანთიდან ნივთებს ალაგებს და გზ ნივთი მოწონს. დილიდან შუადღეში გადადის დღე. მასპინძელს ბევრნაირი გასართობი აქვს მოქმედებაში მოყვანილი. საღამოსკენ არახს სვამენ და ფილმს უყურებენ. ახალი დღე თენდება. ის თავს ატყობს, რომ ძლიერმა თუთუნმა, ცივმა ამინდმა და თხელმა ჩაცმულობამ კვალი დაამჩნია, მაგრამ რა, არც არაფერი, რამდენჯერ ყოფილა და რამდენჯერ იქნება. ცხოვრებაზე სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს ურთიერთობა ნელ-ნელა ეძაბებათ. მაგრამ საღამოს მოსული გზ ოჯახის წევრები თითქოს ამას მოხდავენ. სუფრა შლიან და თითქმის ყველას ხდება. მასპინძელი განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ქარი ძლიერდება და ფეთში ცეცხლის დანთება ძნელი ხდება. ოთახი იბოლება. მასპინძელი ქარზე ცუდს ამბობს, ეს უკვე სტუმარს გულზე ხვდება და ის იმ დღისთვის ბოლო სადღეგრძელოს ამბობს. მოდი ქარს გაუმარჯოს, ცეცხლს, მიწას, მთლიანად ბუნებას. აი ხომ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, რომ ხარ და ქარი სახეზე კიბერავს და მაგრად ისწორდება. ჩემთვის ეგ ერთ-ერთი მაგარი რაღაცაა ცხოვრებაში და ხალხი კიდე და უმეტესობა ღმერთის მორწმუნეები, თუ ეს ბუნება და ქარიც ღმერთის შექმნილია, ზოგი რას იძახის და ზოგი რას ქარზე, წვიმაზე. ნახე ამითი მეც წამკბინა. შენ ქარი და ნიავი გეშლება. ზოგი დაჟე კაი სახლებში ცხოვრობს და ქარი საერთოდ არ აწუხებს. რამეს რო აკეთებ და ეს დედააფეთქებული ქარი ყველაფერს წყალში გიყრის, გაგიტყდება ძმაო, შეაგინებ კიდეც. შანსი არაა, ქარს ჩემთვის ისეთი სიხარული მოუნიჭებია, რომც მომკლას ან გავიყინო, ცუდს მაინც არ ვიტყვი მაგაზე. ის გარეთ გავიდა, ციოდა, ქარი კაი მაგრად უპერავდა, ზუსტად ისეთი ადგილი ნახა, სადაც არც კედელი იყო, არც სხვა რამე. დადგა და ქარის მთლიანი სილამაზე და ძალა შეიგრძნო, ხელები გაშალა და მომენტით დადგა. ცოტა ხანში შევიდა და მასპინძლის ოჯახის წევრებს გაყვა ქალაქში. ფული რაც გზ გამოართვა თავის ოჯახის წევრებს დაურიგა და თავისთვის მეექვსედი აიღო.
განლო ღამემ და მას ჯანმრთელობაზე დაეწყო ყველაფერი, სუსტად იყო, მოძრაობა უჭირდა, გონება კი ძალიან მსუბუქი გაუხდა. უყვარდა ასეთი მდგომარეობა, როცა ადრეულ წლებში ბევრად უარესად იყო პირველად, მაშინ წაიკითხა სახარება და ესეც ერთ-ერთი ყველაზე კაი მომენტი იყო მის ცხოვრებაში. ღამე ვერ დაეწინა და დილით წამლის საყიდლად წავიდა, არანაირი დაძაბულობა არ ჰქონდა, მომენტით საზრდოობდა, თოვდა, ტალახი იყო, ფიქრობდა ბევრ რამეზე, ხალხზე, რომელთაც უკიდურესი სისასტიკე გამოსცადეს ცხოვრების, ვისაც უკიდურესად უჭირდა, ხალხზე, რომელთაც ცოტაოდენი ძალაუფლება რომ ჩაეგდოთ ხელში თავიანთი სურვილებისთვის განუკითხავები გახდებოდნენ. მოუნდა გოგოსთვის გრძნობა გაემხილა, ან უბრალოდ მასთან საუბრით დაევიწყებინა ყველაფერი სხვა, მაგრამ დაფიქრდა და მალევე დათრგუნა ეს ექსტაზური სურვილი. ამდენი შემთხვევის მერე არ უნდოდა ისევ წაგებული და უძლური გამოსულიყო. თამბაქოს კვამლი შეისუნთქა და გზას გაუღვა. განლო კიდევ ერთმა ღამემ უფრო მოსუსტდა, მადა სულ დაეკარგა. 9 საათზე დანიშნულების ადგილას უნდა ყოფილიყო და ეს იცოდა. ვერ იძინებდა ნორმალურად, თავში სურათები და ფიქრები უტრიალებდა, სიცივის გზნობა და გახურებული ტანი, დაუძლურებული და გონებაში სიტყვები. ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ განსაცდელი და სნეულება მოჰგვარა. ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენზე ზრუნავს და აინტერესებს დავითმენთ თუ არა. ესმოდა აზრი, მაგრამ დაფიქრდა, ასეთ მდგომარეობაში როგორ არ უნდა ებედნიერად, არც ღვინოს სვამდნენ, არც სხვა რამეს მოიხმარდნენ, ამ მდგომარეობით კი უფრო გაუმძაფრდებოდათ რწმენა და ალბათ ბედნიერებასაც შეიგრძნობდნენ. საკუთარ თავს ძლია და გზას გაუყვა, აი ცივა იმის მიუხედავად, რომ კარგად აცვია, მიაბიჯებს, კანკალებს, ერთი სული აქვს მეტროში როდის ჩავა. ორი ძაღლის სილუეტს არჩევს შორიდან, თითქოს ყეფას იწყებენ, მაგრამ ერთი მკვეთრი მოძრაობით ისევ სიმშვიდეა. გზაზე გადადის, აფთიაქის კარს აღებს, ფეხსაცმელს ხალიჩაზე უსვამს და სუფთა იატაკზე აბიჯებს. უკან იხედება და ტალახის კვალს ხედავს, ამის დედაც ისევ ვერ გაიწმინდა ნორმალურად ფეხები. ხურდებით თანხას აგროვებს და წამალს ყიდულობს, ემშვიდობება გამყიდველ ქალს, მეტროსკენ გადადის. ხედავს როგორ ვარდება ქალი მეტროს შესასვლელში და წინს, ხალხი ქალს ფეხზე აყენებს. ის მეტროში შედის, მოძრავ საფეხურებზე დაბლა ჩადის, ჯიბიდან წამალს იღებს და სვამს, სიცივე აღარაა. 53 წამში ვაგონში შედის, ხელი რკინაზე უგიდია და სუსტდება, რამოდენიმე გაჩერების შემდეგ კარს ერტყმობა. ხელი რკინაზე ისევ უგიდია, ხომ არ ჩავიდეს და ცოტახანი ჩამოჯდეს. არა, ისევ ვაგონში რჩება, საკუთარი თავის იმედი აქვს. ხელი უსუსტდება, თვალებში ჯერ ადგილ-ადგილ უშავდება, ხმა ქრება, უნდა ჩასულიყო, მხედველობა ეკარგება. როცა თვალებს ახელს სამ ადამიანს უჭირავს და სკამზე სვამენ, გრძნობები უბრუნდება, გაიხარეთ ბიჭებო, ამბობს, მაგრამ ჯერ საკუთარი ხმა არ ესმის, ყველა უყურებს საპირისპირო სკამიდან ქალი ბოთლს აწვდის წყლის სავსეს. პირველ ცდაზე ვერა, მაგრამ ხსნის და სვამს, ღრმად სუნთქავს, ახლა კარგადაა და ამასთან ერთად გულის სითბოთი აქვს ავსებული. ეკითხებიან როგორაა, პასუხობს, რომ კარგად. გახსოვსად უნდა ჩახვიდე? კი, კარგად იქნება, კი, გაიხარე. დგება ქურთუქს იცვამს, ყველას მადლობას უხდის და ვაგონიდან გადის. გასვლისას ლამაზი გოგო ეუბნება, რომ მთავარია კარგად იყოს. ესეც ხალხი და ესეც ჰუმანურობა. ქუჩაში მაინც წარბშეკრულ სახეებს ხედავს ისევ. ოცლარად მაგას მეც გეტყოდი. არ ვიცი რამ განაპირობა ზუსტად, რომ ახლა მანქანაში სკამზე წამოწოლილი ვფიქრობდი იმაზე, რომ როგორი უიმედო გავხდი. ერთი შეწუხებულია ისევე როგორც მეორე, ნერვიულობენ მესამეზე, მაგრამ ამ სიტუაციაში არის მეოთხეც. მანქანაში წამოწოლილი მეოთხე, რომელიც თითქოს დაცინვით უყურებს მთელ სიტუაციას. არადა საერთოდ არ მიყვარს მეზიზღება კიდეც დაცინვის ფენომენი. თუ ჩაუღრმავდები, ალბათ სისუსტეა დაცინვა, ოღონდ არ მიფიქრია კონკრეტულად რა სახის და როგორი. პირველი და მეორე წუხან და ნერვიულობენ მესამეზე, აგერ მეოთხეს კი ამ 5-10 წუთის წინათ მომხდარი ამბავი ახსენდება. საავადმყოფოს წინ იდგნენ ორდი ქალბატონები, უფრო სწორად ქალბატონი და გოგონა. მშიერი ძაღლები მიმოდიოდნენ აქეთ-იქით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთი შავი იყო, მეორე ყავისფერი და მესამე თეთრი. თითქოს ფერების ასარჩევი წიგნაკის მიხედვით ქრონოლოგიურად დალაგებულნი. მოკლედ გოგონასთან მივიდა ყავისფერი და ამანაც ალბათ დაიჭერა, ან ჯეროდა, რომ კარგი ადამიანი იყო, გაუხარდა და თავზე ხელი გადაუსვა. ქალბატონმა ხედავ შენთან მოიწევენო. ალბათ კი, ნამდვილად ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ და ხალხთან ერთად აგერ ძაღლებიც გრძნობენო.
ცოტა ხანში ახლად ერთ-რმას სცადა ბედი და გოგონა მისიც დააჯილდოვა მოფერებით. ქალბატონმა „აი ხო გეუბნებიო“ და ტელეფონზე დარეკა თუ დაურეკეს. გოგონამ ცოტაოდენი მონარჩენი საკვებისა გაუნაწილა თეთრს და ყავისფერს. თეთრი ყველაზე ძალიან მოეწონა, შავი კი თავისთვის მიმოდიოდა ალბათ ასაკით ყველაზე დიდი. გახედა ამ სცენას და თავისთვის წამოწვა. ხო, აგერ ვართ, გელოდებით, მოდი. გოგონა იღიმება. თეთრი ქალბატონთან მიდის. უკაცრავად ჩემთან არა, მისამართი შეგეშალათ. ამ სურათის შემხედვარე მეოთხეს გვარიანად გაეცინა. ქალბატონსაც ალბათ ამ სიცილით მეოთხეს მადლობა გადაუხადა ან უბრალოდ მომენტით დათქვა. ცოტა ხანში თეთრი ძველი მანქანით მოსულმა კაცმა წაიყვანა ისინი. საამო ამინდი იყო, ნიავი უბერავდა, ყოველ დაბერვაზე ვეუბნებოდი, რა კარგი ხარ, შენ გაიხარე. რითვერ დამთავრდა ეს ოპერაცია და ახლა რა მოხდება, უცებ ექიმის თანაშემწე მეკთანმა თუ ვინმემ თქვას, ძალიან მწუხვარ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. არც კი ვიცი რა რეაქცია მექნება, უпроსწორად კი მწუხვარ იმის გამო, რომ ერთი ცრემლი არ ჩამომივარდება თვალიდან. მწუხვარ, რომ არ შევწუხდები. შემართლა ნაბიჯვარო, დედის სიკვდილი რომ არ გეწყინება, კი, მაგრამ რა ვქნა, თვითონ ცხოვრება მაგცია ამ დამპალ არსებად, არა და დრო იყო უცხო სახეზე სევდის გამომეტყველებაც კი გამიფუჭებდა ხასიათს. მაგრამ კარგი ისაა, რომ ყველაფერმა ბედნიერად ჩაიარა. საათები ელოდებოდნენ ახლობელი ადამიანები რაიმე სიახლეს მესამეს შესახებ. პირველს და მეორეს დალაპარაკება სურდათ მასთან, მეოთხე კი უკვე ამ ამბით ფრიად კმაყოფილი იყო და არანაირი ცნობის მოყვარეობა აღარ აწუხებდა. მეორემ ქაღალდის ფული ჩაუდო ჭიბეში რომელიღაც ერთანს და ითხოვა, რომ მესამეს ამბავი გაეგო. გადიოდა დრო, მოსაღამოოდა, მზე ჩავიდა და ელექტროშუქები უკვე კაი შესამჩნევი გახდა. ხალხიც კარგად შეწოტავდა. 4 იქ მომუშავე ქალი გამოვიდა შენობიდან და ერთმა თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა, არ ენერვიულად. მეც შემომხედა ამ საუბრის დროს, არ მგონია რაიმე ნიშანი მქონოდა ნერვიულობის, ვითომ რატომ ვერ მიხვდა ის. ცოტა ხანში ერთანიც გამოჩნდა და მეორე ბარბაცით სწრაფი ნაბიჯით გაეშურა მისკენ. კარგად არისო, 3 ადამიანი ყავს პალატაშიო, თავს კარგად გძნობსო, წავედით. ოცლარად მაგას მეც გეტყოდი, გაეცინათ. მანქანაში ჩავსხედით და ასე დავტოვეთ დედაჩემი დღეს იქ. დავწერდი, რომ აღარც კი მახსოვს უკვე გუშინდელი დღე როგორ დაიწყო, მაგრამ ყოველთვის სიმართლე ჯობს. საერთოდ თუ არასდროს სრულობ ცხოვრება გაცილებით მარტივი და სასაცილო ხდება. და რა არის სიცრუე? ერთ-ერთი გაქცევის მცდელობა ალბათ. ყურადღება გადაიტანე, იცოდე, თორე ეგ ფიქრები დედას გიდირებენ. 4-დან ერთ-ერთმა მაღვიძარა მისევ შეასრულა თავიანთი საქმე, პატარ-პატარა მოგებები კაია, თავიანთი ხიბლი აქვთ, კონკრეტულად ის, რომ კაი სიგარეტისთვის ფული არ დაგენანება. ვითომ რა უნდა ყოფილიყო დღეს გამორჩეული, ალბათ არც არაფერი. გზას გაუყევი. სტუმრების ზეგავლენისგან გამომდინარე შავკნელი აზრები ჩაწყნარებულიყო, ალბათ კარგიცაა, მაგრამ მომენატრა უკვე მარტოობა. გზას მიუყვებოდი, ზაფხული იდგა, ზაფხული, რომელიც ყოველგვარ სიცივის განცდას უარყოფდა და თავისი მზიანი დღეებით ნამდვილად მოსაწყენს ხდიდა თითქოს ყველაფერს. კიდე კაი ნიავი უბერავდა დრო და დრო. რაღაც ნამეტანი დამშვიდებული ვიყავი საუბრის დროს, თითქოს ისეთი მორჩილი და მშვიდი, როგორც სამაგალითოდ აღზრდილი ბავშვი. მადლობა ძლებს, რომ ამ ყველაფერს შეურიგებელი ჩემი ბუნება მომენტებში მაინც მახსენებდა თავს, მეძახდა საიდანღაც, სულთლად ხო არ გაუბერე და ჩაკვდი შესაძოდაო. ისე სწორედ ამ საკითხებზე უნდა გვესაუბრა და კაიც იყო. გავიხსენეთ თითქოს ბედს შერიგებული, გაწამებული ხალხი, მაგრამ კაია მათაც რომ ჩემსავით ვიღაცამ რაღაც დაახლოებით იგივეს უმეორებდა, რასაც მე ვერავინ გაიმარჯვებდა ჩვენზე. საუბრის შემდეგ ზოგისაც წავიდა, ზოგიც დარჩა. თითქმის როგორც ყოველთვის მარტო გავუყევი გზას გალიისკენ. ისეთი დღეები იყო, გული ძალიან არ მწყდებოდა, რომ კედლებში დასარჩენად მივდიოდი. ვალი გადავიხადე მაღაზიაში, თუ რამეა თავისუფლად მოხდებოდა ყველაფერი, რაც მოსახდენი იყო. ისე რომ იქ მისვლა ცხოვრებაში აღარ მომიწევდა, როგორ მინდოდა კიდეც, მაგრამ ორჯერ თუ სამჯერ მას მერე თვითონ მივედი. ნორმალური რაოდენობის ფული წავაგე, სახლის ილუზიისგან განთავისუფლებული ადამიანისთვის საკმაოდ ბევრიც. კაი არა უშავს, ასე ხდება ხოლმე ხან. მოისვენე, მორჩა, სხვა დროს, დღეს არა. კაი, ამის დედაც, ვიყოთ დღეს წაგებულები. ჩამოვჭექი, ავდექი, სიარულს მოვყევი, უაზრობაა რა, მოიგე, მერე წააგე, ისევ და ისევ, აბა რა ვქნა, რა მოვიფიქრო.
საჩუქარი დაგიტოვეს, კი ვეჭხუბე არა მეთქი, მაგრამ მაინც საჩუქარი დაგიტოვეს. კამოდის შუაში ზევით კონვერტი დევს, კამოდის ზევით შუაში, კამოდის ზევით შუაში, კამოდის ზევით